მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგასაყართან და ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. თეოლოგი გიორგი გვასალია ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. გიორგი, მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენ გადავედით ხრობაზე ელისე წინასწარმეტყველის შესახებ. უკვე ელისე წინასწარმეტყველი შემოვიდა აი ამ სიუჟეტში, რასაც ჩვენ ვყვებით, ელია წინასწარმეტყველის მსახურება უკვე დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ვიდრე შეუდგებით ხრობას ელიას მსახურების დასრულების შესახებ, გვაქვს ამბავი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოსაყოლი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გავს დავით მეფის ცხოვრებაში მომხდარ ერთ ამბავს, კერძოდ, როდესაც მან ურიას ცოლი მოყვანა გადაწყვიტა. ნაბუთის ვერნახის ამბავი. გიორგი, ძალიან გავს ეს იმ ამბავს, რაც გადახდა დავით მეფეს. ციტაციებას ხაც მისაუბრებს. ხო, თუმცა დავით მეფე ახლა ესეთი ღვთისმოსავი ადამიანია და აქ ჩვენ ხედავთ ისრაელის მეფე სრულიად დაცლილია ამ მადლისაგან. დიახ, მამა ანდრია, გეთანხმებით, აქ რაღაცნაირად ფაქტია წარმოდგენილი, რომელიც რაღაც უკანონობაზე მიუთითებს. თუმცა დავითის შემთხვევაში ეს უკანონობა გამონაკლისია. რაღაც დაცემის ეპიზოდს აღწერს. აქაბის შემთხვევაში თითქოს და ლოგიკაში ეს. და აქაბისაგან ახლა თითქოს ეს ერთი შეხედვით მოულოდნელი არ უნდა იყოს, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო დეტალი აი ამ პარალელების გათვალისწინებით. დავითთან დაკავშირებით ის ამბავი რო არ მოთხრობილიყო, ჩვენ ძალიან დიდ გაუგებრობის წინაშე დავდგებოდი, წმინდა წერილი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანს არ იტყოდა. მაგრამ აქაბის შემთხვევაში ეს ამბავი რო არ მოთხრობილიყო, არაფერი იცვლება, თქო, აი აქაბის მახასიათებელი, ამით თუ რაღაც ერთ ეპიზოდს არ მივაქცევთ ყურადღებაზე, იმაზე მე ჩვენ მივალთ და ვიტყვით, რომ სწორედ ამიტომ არის ეს ამბავი მოთხრობილი. ჩვენ არ გვაქვს აუცილებლობა ამ ამბის მოყოლისა აქაბის შესაფასებლად, აქაბის სიცუდის შესაფასებლად, აქაბის კეფთაყვანისმცემლობის შესაფასებლად. ამიტომ ეს ამბავი იმდენად იმიტომ არ არის მოცემული, რომ წმინდა წერილმა დაგვანახოს აი აქაბი როგორი ცუდია და როგორ უღალატა ღმერთს, არა. რაღაცა მეტის თქმა უნდა ვიდრე ეს, ვინაიდან ეს წმინდა წერილს კარგად აქვს უკვე ნაჩვენები და ჩვენ ეს მეტი უნდა ვეძებოთ ამ ამბავში სწორედ და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა დასკვნები შეგვიძლია გავაკეთოთ. ხო, თვითონ ეს ამბავი როგორ ვითარდება და რა არის ამ ამბის, ასე ვთქვათ, შინაარსი, რომ ვინმე არის ესე იგი ისრაელელი, ანუ ჩვენ ისრაელში არა ვურიოთ, ეს ძალიან გავს ეს სიტყვები ერთმანეთს, არის ისრაელის სამეფოში არის ისრაელის ველი. ისრაელის ველი ძალიან ფართო, ძალიან ლამაზი. საკმაოდ დაყოფიერი სხვათა შორის დღევანდელ დღემდე. ხო და აი ამ ისრაელის ამ ველზე ისრაელის მეფეებს ჰქონდათ საზაფხულო რეზიდენცია. სამარია იყო დედაქალაქი, სადაც ძირითადი რეზიდენცია იყო, ხოლო ამ ველზე მათ ჰქონდათ საზაფხულო რეზიდენცია. და წმინდა წერილის თხრობის თანახმად ამ რეზიდენციას ესაზღვრება ნაბუთეს ვენახი. ეს თავისთავად ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ სამეფო რეზიდენცია გამიჯნული არ არის ჩვეულებრივი მოსახლეობისაგან, მაგრამ აშკარა რომ სადღაც იქვია ნაბუთეს ვენახი. ხა რა არის ჩვენთვის საინტერესო? ჩვენთვის საინტერესოა აქაბი, რომელმაც თვალი დაადგა ნაბუთეს ვენახს და თხოვს. ის მეფია და საკმაოდ ისეთი მეფია, რომელსაც ხელი არ უკანკალდება ბევრ რამეზე, ხო? და შეუძლია სულთად ამსათხოვარის მიღმაც იმოქმედოს მან. წართვას, მაგრამ ჩანს ნაბუთე საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანია, საკმაოდ ისეთი თგვაროვანია და აი ასე ღიად მის წინააღმდეგ გამოსვლა არ გამოვა. მაგრამ არა მარტო ეს, კიდევ ერთი დეტალია მან ძალიან საინტერესო,
როდესაც ნაბოთე უარს ეტყვის, აქაბი წართმევის რომ წართვას ეს ვენახი, ასაც არ გაივლებს. იმიტომ რომ ეს გვიჩვენებს, რომ ნაბოთე არ არის ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება რამე წაართვა, თუნდაც მეფე. საკმაოდ ისეთი ავტორიტეტული პიროვნება ჩანს, საკმაოდ გავლენიანი ადამიანი ჩანს. ხო, საინტერესო რა არის? საინტერესო არის თვითონ აქაბის შეთავაზება და მოტივი ნაბოთეს უარისა. ხა მეფეს რომ უარს ეუბნები რაღაცაზე, რაღაც უფრო მეტად ღირებული უნდა გქონდეს, რაღაცა უფრო მეტი უნდა იყოს შენთვის, ვიდრე მეფისაგან პატივისცემის მიღება. ესეც ნაბოთეს ახასიათებს. რომ როდესაც მეფე ეტყვის ნაბოთეს, რომ შენი ვენახი დამითმე და ვერცხს მოგცემ, ანუ უკეთეს იმას მოგცემ, ხო? ანუ უკეთეს ვენახს მოგცემ, ანუ ვერცხს. ხო, ანუ ეს ტერიტორია, ეს სივრცე დამითმე. ანუ აქ ბოსტნად მექნებაო ეს, ანუ აქ ვენახზე არ არის საუბარი, ეს სივრცე უნდა აქავს. და მისი დამოკიდებულება გასაგებია, ხო? მეფეა და ფიქრობს, რომ თუ უნდა ეს ტერიტორია, უნდა მიიღოს ეს ტერიტორია. აი, ნაბოთეს უარი ძალიან საინტერესო ჭხერს. ეს არ არის უარი მეფესთან. ეს არის გაუგებრობა, როგორ შეიძლება მან მამაპაპისეულის სივრცე დათმოს, ისაც ღმერთმა მისცა. ისაც ღმერთმა მისცა. და აი ჩვენ უკვე აი ესაც ვილაპარაკეთ, აი ამ მომენტით, ამ ეპიზოდით სულაც ეს რეკონსტრუირება უნდა მოვახერხოთ და უნდა ვთქვათ, რომ ნაბოთე ეს არის პიროვნება, საკმაოდ ავტორიტეტული, საკმაოდ გავლენიანი და იმავდროულად ნაბოთესათვის ის რაც მოსემ დაწერა ჯულში არამს თუ უცხო არ არის, არამედ ამით ცხოვრობს ეს კაცი. რომ მიწის დათმობა, მიწის გადაცემა, მიწის უპატრონოდ დაგდება. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია ნაბოთეს მენტალური წყობისათვის. აბსოლუტურად გაუგებარია ეს. და ნახეთ მე აქცენტ ყურადღება მომანდრია, თუნდაც ეს იყოს მეფის ბრძანება თუ თხოვნა. რადგან ნაბოთესათვის არის რაღაცა ღირებულებები, რომელიც მეფეზე მაღლა დგას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ახლა. ჩვენთვის რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, ამას უნდა მოგვიანებით კიდევ ერთხელ ვიტყვით, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა ის ჩვენ მაყურებელს ამ სცენის რეკონსტრუირების საშუალება მივცეთ. რომ აი ზოგადად მე ვთხოვ ხოლმე ჩემს სტუდენტებს და ყველას მინდა ეს უთხრა, ნუ გადაიკითხავენ ბიბლიას. ჩქარან უწაიკითხავენ მას. ბიბლიას უნდა ნელა კითხვა და ბიბლიასო კითხულობ, უნდა ეცადო იმოგზაურო ტექსტთან ერთად. ეს არ არის რაღაცა პარალელები ნახო. ძალიან ბევრი რამე. ამიტომ არის რომ აი ბიბლიას რამდენჯერაც წაიკითხავ. ისე კითხულობ, თითქოს პირველად კითხულობდე. აი როგორ ვერ დაინახე ეს წინა წაკითხვაზე. ყოველ წაკითხვაზე რაღაც ახალი მოდის, ყოველ წაკითხვაზე ახალი ჰორიზონტი იშლება, რაღაც საოცარი არის და ამიტომ ვცდილობთ ხოლმე ჩვენც მანდრიო რაღაცა დეტალებზე შევჩერდეთ დიდხანს. ანუ გამორჩეული კაცია ახლა ეს ნაბოთე, არა მარტო გვარეშვილობით, არამედ შინაგანი მწამსით და მაინც და მაინც ამ ადამიანს გადაეყარა ეს უღმერთო მეფე. აი ამ კერპსახურ მეფეს ახლა უნდა შეეწიროს ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი. აი ეს უნდა ვთქვათ, რომ აი ამ შემთხვევაში, ეს არის ბიბლიის ერთ-ერთი სათქმელი, ეს არის რომ ანდრია, სწორედ რომ ამ შემთხვევაში ერთმანეთს ხვდება სიკეთე და ბოროტება. თავთავიანთი წარმომადგენლების სახით. ეს დაპირისპირება, რომელიც დაპირისპირებაც აი ახლა იწყება, ეს დაპირისპირება თავისთავში გულისხმობს იმ რეალობას, რომელიც რეალობასაც ტანჯულიობით შეხედავს თვალებში და დაიწყებს ზებნას, მინდა დააშავა. დანაშაული ზებნას დაიწყებს იმ დროს, როდესაც ბოროტებასთან ბრძოლის დროს დამნაშავეს არ ეძებ. ამ ბრძოლის მიზეზებს არ გვაქვს. და აღმოჩნდება, რომ ამ ბრძოლის მიღმა შენ გაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რომელ მხარეს დადგები? შეიძლება ბოროტებას ებრძოლა, მაგრამ ბოროტების ხარეს აღმოჩნდა. ეს არის ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი, როდესაც ადამიანი სათნოებების მოპოვებისათვის იბრძვის.
რომ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ ისეთი გონივრული უნდა იყოს, ამიტომ ადამიანს არ შეუძლია ამის გაკეთება. ღმერთი იბრძვის მის წილ. ის უნდა იყოს ღმერთთან. თორე ადამიანი ამ ბოროტების, ამ ბრძოლას აუცილებლად წააგავს და ჩვენი ისტორია ეს არის სწორედ. ღმერთი იმარჯვებს ხოლმე. აი ეს დაპირისპირება თავის თავში გულისხმობს აი ამ დეტალს, სწორედ რომ ის ბოროტება, რომელი ბოროტებაც ისრაელში, რა ვიცი, ძალიან დიდი ხარისხით არის წარმოდგენილი, თუნდაც ყოფით დონეზე ვერ ეგუება სიკეთეს, რომელიც ისრაელში რაღაც აი კუნძულების სახით არის მეუფანტული. მოდი კიდევ ერთი რაღაცას მივაქციოთ ყურადღებას, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ თავის დროზე ჯერ კიდევ იერობოამის შესახებ როცა ვსაუბრობდით, თქვით რომ ისრაელში ერთგვარი დისიდენტური მოძრაობის სახით ჩამოყალიბდა წინასწარმეტყველთა გუნდის მოძრაობა, რომელთან დაპირისპირება სრულიად გასაგებია. ახლა ცოტა ისე უხერხულად გამომივიდა, მაგრამ გასაგები რას ნიშნავს? ლოგიკას ექვემდებარება, ის ეწინააღმდეგება და წინააღმდეგობის შედეგად ეს ბრძოლაა. ვიგებთ ამას. თუმცა ახლა ვნახავთ რომ იეზებიელი. ხო, ახლა მეორე დეტალია, ხო? ხო, ანუ ახლა ვენახის დეტალი რო არ შემოსულიყო, აქაბი და ნაბოთი ერთმანეთს არ უპირისპირდებიან. აქ რაღაცის გამოიწყება ეს დაპირისპირება და არა იმიტომ რომ სიტყვაზე ნაბოთე წინასწარმეტყველთა დასის წევრია ან და სამეფო პოლიტიკას ეწინააღმდეგება, არა, ის კანონმორჩილი მოქალაქეა. და აქ ისმის ყველაზე საინტერესო კითხვა. სად გადის ის ზღვარი, რომლის მიღმაც შენ თუნდაც ის უდიდესი რელიგიური აქტი, როგორიც არის კანონმორჩილება, შენთვის უკვე მიუღებელი ხდება. ნაბოთე მთლიანად ემორჩილება აქაბის პოლიტიკას, საგარეოს, საშინაოს. მაგრამ როგორც კი აქაბის პოლიტიკა შედის ღვთისმსახურების სივრცეში, ნაბოთეს შემთხვევაში. ხო, ნაბოთე ამას რელიგიის თვალსაზრისით თავისთავად ხადია, ასია, ეს ასია. ღვთის დაჯუქარია ეს ვენახი, პაპისეული. ჯულით იგრძალება, ჯულით იგრძალება ამის დათმობა, ხო. და შესაბამისად აქაბის მორჩილი ნაბოთე ვეღარ არის მისი მორჩილი იმდენად, რამდენადაც აქაბის პოლიტიკა, ამ შემთხვევაში მისი სურვილი შეეხო რაღაცა ისეც, რომელიც აქაბზე მაღლა დგას. გადაბიჯება რჯულს. გადაბიჯება. აი აქ უკვე სხვა რამე იწყებს. ამ შემთხვევაში წმინდა წერილში ძალიან აი ამ კონტექსტს დაუკვირდებით, წმინდა წერილში ძალიან კარგად ისმის უკვე და გასაგებად ისმის ნაბოთეს გაუგებარი, როგორ დავთმოო ეს მამა პაპის მიწა. გაუგებარია მისთვის. როგორ დათმო და მეფე გიბრძანებს. მაგრამ ნაბოთესთვის ამ შემთხვევაში მეფეს სხვა არის აბსოლუტურად. ეს ის მეფეა, რომელიც უნდა მეფობდეს ისრაელში. აი აქ უკვე ნაბოთე დაპირისპირებაში შედის აქაბთან. მაგრამ ეს წინადადებაც არ იყო სწორედ დათქვა მამა ანდრია. ნაბოთე არ შედის დაპირისპირებაში აქაბთან. აქაბი შედის ნაბოთესთან დაპირისპირებაში. აქაბი ვეღარ იტანს აი ამ იმას აქვია მდგომარეობას. აი ძალიან მნიშვნელოვანია ესეც, აი ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ხაზი გავუსვით თუ გახსოვთ მამა ანდრია, ასეთ დეტალს რომ მონოთეიზმის მახასიათებელი არის ის, რომ ის არავის არ ებრძვის, აქით ებრძვის მას ბოროტება და არსებითად მონოთეისტური რწმენის მქონე ადამიანი დარწმუნებულია იმაში, რომ აუცილებლად ეს ბრძოლა იქნება ბოროტის მარცხით დასრულებული. ეხლა გიორგი, კარგი ადგილია რომ შევადაროთ ერთმანეთს დავითი და აქაბი დასაწყისში, ამ ამბის მოყოლის დასაწყისში დავითი ვახსენე და დავითმა ამეფა ღმერთი და აქაბი ყველა მის გამოვლინებას ებრძვის. წინააღმდეგობაში მოდის დავითს საფხედველად. ასეც უნდა იყოს. აი ესეთი რადიკალური ცვლილება ისრაელში მეფეებს შორის დავითიდან აქაბამდე არის მომხდარი და ეს არის ესეთი ცხადი ხაზი, როგორ უკუმა დაატრიალდა აი ეს გზა, რომელიც გაიარა ეგვიპტიდან ისრაელამდე ამ ხალხმა და ეხლა სრულიად უკუღმა არის ეს ყველაფერი წარმოდგენილი, უკან დაიხია, კერპსახურებაში ჩავარდა იმდენად, რომ შეიძლება ითქვას ფარაონი როგორც ებრძოდა
გამოვლენებას, ღმერთის გამოვლენებას ებრაელებში, ისე დგას ახლა აქაბი, ისრაელის მეფე და სრულიად არაფრად მიიჩნევს საფრთხო განგებულებას და სჯულს. და მთელი და მკვლელობაზე მიდის. ამბებს ვასწრებს წინ, მაგრამ აი ამ ნაბუთეს მკვლელობაზე მიდის იმის გამო, რომ ეს ვენახი დაიმკვიდროს. შევადაროთ ა ブラ ამი და ლოთის ამბავს. ა ブラ ამი აძლევს ლოტს საშუალებას აირჩიე მარჯვენა მხარე ან მარცხენა მხარე და რომელიც დარჩება, იმას ავირჩევ მე და ა ブラ ამი რამხელა რომ თავისი ლოთიანა და მისი არჩეული მიწიანად იცის რომ ღმერთმა მას მიცა ეს ყველაფერი და სულ ერთია საით დარჩება. და აქ ეს ვენახის გამო ადამიანს რომელიც ჯულს ახსენებს და ჯულის გამო ვერთმობს ამ თავის კარმიდამოს მკვლელობას უგეგმავს. ნახეთ თქვენ რა ის გააკეთეთ და ის სწორედ ეს არის მონოთეისტური რწმენის ყველაზე დიდი საიდუმლო ეს არის რომ შენ იცი რომ აუცილებლად ღმერთთან ხარ, იმასთან ხარ, რომელიც ჭეშმარიტად არსებობს. ეს დანარჩენი რაღაცა, სულ რაღაცა ილუზიებია, მოვლენებია, რაღაცა ისეთი მდგომარეობებია, რომლებსაც თავი გამოყოს და აუცილებლად მარცხისაკენ წავლენ. ვერანაირად მათთან სარგებელი ვერ იქნება. შეიძლება ამ წუთებში ჩანდეს სარგებელი, მაგრამ სინამდვილეში შენი წვენა სარგებელს გაჩვენებს სხვასთან ურთიერთობისას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ ჩვენ რომლებიც ვაღიარებთ ყოვლადწმინდა სამებას და ვადიდებთ მას და უკუნისამდე დიდებული იყოს ის, სწორედ სამების მადიდებს სამების დოგმას თუ დავაკვირდებით, ახლა სხვაგან არ მინდა საუბარი წავიღოთ, სამების დოგმა ყველაზე დიდი მადასტურებელია მონოთეიზმის უპირობობისა. სამების დოგმა ხას და სხვაგან წაგვივა საუბარი ეს არ გვინდა ახლა ამ ეტაპზე, მაგრამ ისი თქმა მინდა მე ამით რომ რელიგიური აზროვნება თუ მართლა გაგშენ ასეთი მონოთეისტური, მაშინ შენ აზროვნების ფორმაში უნდა ისახოს ის. 1000 ენაზე რო იცოდე ნიკეა კონსტანტინოპოლის წამსი თუ ემ წამსით და აქ ჩადებული რელიგიური ორიენტირებით შენი აზროვნება არ არის მომართული შენ არანაირად არ აგაქვს სარგებელს არ გაძლევს არანაირად სარსულიერი სარგებელი არანაირად არ აგაქვს. ახლა რომ დაუბრუნდეთ ამ იმას, აი ამ სივრცეს რომელზეც საუბრობდით, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი უნდა აღვნიშნოთ. აღმოჩნდა მამ ანდრია რომ 7000 კაცი რომელსაც მუხლი არ მოუდრეკია ბაალის წინაშე და არ უამბორებია მისთვის ეს 7000 კაცი სადღაც სოფელში და იმაში ღუმეში მიმალული კი არ არის მარტო არა შეიძლება ნაბუთესნაირი გამოჩენილი და ცნობილი ადამიანიც იყოს. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ელისესთან დაკავშირებით ვნახავთ ძალიან საინტერესო მომენტს ნეემარასთან დაკავშირებით, რომელიც თხოვს ელისეს რომ წავიღებო აქედან მომიწასიდო რომ ჩემი ბატონიო, როდესაც კერპის თაყვანისმცემელს მოინდომსო, ჩემ ხელს აკლებო და მეც მომიწევსო მუხლის მოდრეკაო. ელისე იქ არ იგიშებს თავს. ვიცის რომ მოუწევს. ნახეთ თაყვანისმცემა სად გადის. ნახეთ რას ნიშნავს რომ ბაალისათვის მუხლი არ მოუდრეკია. აქ არის საუბარი სულიერ არჩევანს. შინაგან განწყობაზე ხო? აქ არის საუბარი რომ შესაძლებელია მე მუხლი არ მოუყარო ბაალს, მაგრამ მთელი ჩემი აზროვნება ბაალის მსახურებისაკენ იყოს გადადგმული. შესაძლებელია მე მუხლი არ მოუყარო კერპს, მაგრამ უამისოდაც მე კერპთაყვანისმცემელი ვიყო. ან პირიქით. ამ პირიქით თავის დავაწყდია დღე და ღამე რაღაცა სხვებს წირავდე ღმერთს და არაფერი საერთო არ მქონდეს მასთან. აბსოლუტურად შინაგან გაწყობაზე აქვს საუბარი, მაცხოვარსაც ამიტომ მოაქვს ელისე, მარტო ამიტომ არა, მაგრამ ერთ-ერთი დეტალი ეს არის ელისე, მაბატიეთ ნეემანასოს, ამიტომ ახსენებს იმას აქვე ამ მსმენელებს, ხო? შინაგან გაწყობაზე აქვს საუბარი. აქ ისრაელიანი ქვია და კერპთაყვანისმცემელი ხარ და ის სირიიდან ჩამოსული კერპთაყვანისმცემელია და ელისესგან ღვთისწყალობის ამხელა იმის ღირსი გახდა. ანუ კიდე ეს დეტალიც იკოთება ამის თქმაც მინდოდა და ბოლოს აი ამ ეს კონფლიქტი რას გვთავაზობს კიდე რომ გვთავაზობს იმას რომ მოსეს რჯული შესაძლებელი ანუ ის რაღაცა რამაც იდენტობა უნდა შეუნახოს ამ ხალხს შესაძლებელია სამეფო კარზე არა მარტო დავიწყებული არამედ დევნულიც იყოს მაგრამ ის ინახება სხვა საგანძურში და ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ მაგრამ ანდრე ეს ძალიან პრინციპული მომენტია სახელმწიფო ვერ და არ იცავს იმას, რაც უნდა დაიცვას და აქვს ამით დაცვის შესაძლებლობა საზოგადოებას. საზოგადოება ვალდებულია მას
თუ უნდა ყოფობა, იდენტური ყოფობა ინარჩუნოს, საზოგადოება ინარჩუნებს ამას. რაც არ უნდა აკეთოს სახელმწიფომ, მაინც საზოგადოება ინარჩუნებს იდენტობის ამ მატარებელს. და პირიქითაც შეიძლება მოხდეს, ხო? არ არის, ანუ ვთქვათ, აუცილებლობა არ დევს. ძალიან კარგია, როდესაც სახელმწიფო ამას იმაშუება, ვთქვათ, დავითის შემთხვევაში, სოლომონის პირველი ნაწილის შემთხვევაში, იოსაფატის შემთხვევაში, аса მეფეს, ეზეკიას შემთხვევაში, მთელი რიგი შემთხვევები. ძალიან კარგია, მაგრამ არ უნდა გავხადოთ ჩვენ ვალდებული ჩვენ წინ. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ეს საზოგადოებრივმა აზრმა უნდა გამოკვეთოს, განწყობა, რომ ის იდენტობის ამნიშნებს არ დაკარგავს. ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა გავაგრძელოთ ხრობა და აღვნიშნოთ ისიც, რომ საკმაოდ ისე დაღონებულია აქაბი ამუარეთ. ხო, შეწუხდაო და შეწუხდა. დააწვა, გადაბრუნდა საჭმელსავარცხლისკენ. კედლისკენ. ხო, ეს მომენტი ეს წმინდა წერილში ძალიან საინტერესოა, რომ საჭმლის ჭამის მადა ადამიანს ეკარგება რაღაცა დიდი ტრაგედია რო დააწყო. ხო, სტრესია, სტრესი. ხო, რაღაცა სტრესი ჩავარდება, ხო? შეიძლება დიდხანს არ ქონდეს დაჭამალი. ალბათ არ ელოდებოდა რომ უარს მიიღებდა. ახლა მაგისტრის სჯული თუ არაფერს არ ენიშნავს, გაუგებარია უკეთეს ვენახს აძლევს და აი გაუგებარია ეგ უნდა თქვა, ეგ არის თავარი აქ გაუგებარია. უკეთეს იყიდის, ან თვითონ სთავაზობს უკეთეს. და ის ფეხს არ ეცვლის, გაუგებარია მისთვის ნამდვილად. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, მამანდრი, აი ეს მინდოდა მე თქვა სწორედ და რა შესანიშნავად თქვი თავად. ბოროტებისათვის გაუგებარია სიკეთი ასეთი რატო? არ ესმის. ხო. დაცემული ძალისათვის გაუგებარია იესო ნაზარეველი. აი ასეთ რაღაცებს აკეთებს და ასე რატოა? ბოროტი ადამიანისთვის გაუგებარია კეთილი ადამიანი. რაღაცებს რატო არ აკეთებს, რომელსაც ბოროტი სულ თავისუფლად ჩაიდენს. გაუგებარია. და ამ გაუგებრობის ყველაზე დიდი გამოხატულება არის გოლგოთა მამა. გაუგებარია იმისთვის, ამიტომაც მივარდება, მიყურადღება მიაქციეთ ქრისტე არ მიდის, თვითონ ბოროტება სიკვდილი მიდის მასთან. მიუშვებს. ეს არის კიდე მონოთეიზმის მახასიათებელი, იქით არ ებრძვის. იქით რო ებრძოდეს, მაშინ მონოთეიზმმა რაღაც სხვა საწყისიც უნდა აღიაროს და მონოთეიზმი იკარგება. საწყისი ერთია, ის საწყისი არ არის, ის რაღაცა სხვა რამეა. და აი აქ, აი ეს ტერმინი თქვენი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქაბისთვის აი ყველაფერს მოელოდებოდა და როგორ მეფისაგან მადლობას მიიღებდა, უკეთეს ვენახს მიიღებდა, რაღაცა. ანუ აქაბი ახლა ნაბოთეს ვენახში რო იყოს, ამას არ იზავდა. ხო. ამას არ იზავდა, პირიქით შედაგაშედა, ყიო მომენტალურად ამას იმას იზავდა. ხო, პირიქით რო იყოს. პირიქით რო იყოს. ეს ვერ გაიგო, რა ქვია, აქაბმა. სამაგიეროდ გაიგო იეზებიელმა. ეს იეზებიელი საშინელი ქალია. რომელიც მოკლედ მე რამდენი შემთხვევა არის, რომ რაღაცა აი ასეთ მას რა ქვია, უღმერთობას ჩადეს. ჩვენ დავითთან პარალელს ვსავავლებთ. გავიხსენოთ, რომ დავით ამას ვერ უბედავს. ისე აქაბი მაგაზე უკეთესი არაფერთ არ იქნებოდა, რაც არის ასეთი ცოლი რო ყავს. ხო და სავარაუდოდ რა არის, აქაბი არის იეზებიელის ერთი კონკრეტული გამოვლინება, გარკვეული ბაშტორი, აი დიდი თავარი ბოროტება იქ არის. სხვათა შორის მე იუდა სამეფოში ჩვენ გადავალთ მე თხრობაზე, ხო? იუდა სამეფოშიც აი ის ან დაიყო გოთოლია, ან ქალიშვილია მათი, ორიდან ერთი, ან იეზებიელის და არის. აი ისიც ასეთი ძალიან ბოროტი. აი როგორ არის მომიცით, აი ჩვენ ხო საღვთო ისტორიას მივყვებით მესიანური ხაზი ეს გვაინტერესებს და ბოროტის ის რა არის ახლა მთელი ისრაელში რაც ხდება ეს ამბები რატო ხდება? ხდება იმიტომ რომ ეს წიაღი საშიშია დაცემული ძალისას და ეს წიაღი უნდა გაანადგუროს. ხო მაცხوارია ეუბნება სამართალდა და ცხოვრება იუდეველთაგან არის. ეს წიაღი საშიშია დაცემული ძალისათვის. დაცემული ძალისათვის ეს ის წიაღია რომელიც უნდა განადგურდეს. ხო და იეზებიელი ეს არის ჭურჭელი. აი ამ გეგმისა, ამ განადგურებისა და აქაბი მისი ბოლომდე მორჩილი მსახური, ну რა ვიცი, აი რო ინატრებდა ადამიანი ის. ხო, აბა როგორ დაულაგა ეს მკვლელობა და პირდაპირ. ხო და იეზებიელი შეიძლება რა ჭირსო მე? დამზადებული მიერთო. ხო და რა ჭირსო და მე შემოთხრა რა ჭირს იმას. დაბუთემ უარი უთხრა. და საოცრად ეკითხება წმინდა წერილში იეზებიელი.
ახლა კი აჩვენე რომ მეფე ხარ ისრაელისა. ნუ რა დღეში ხარ როგორ იქცევი? მეფის აქციელი ახლა რომ გაიბუტი აქა და იგი რა ქვია კედლისკენ რომ გადასაწყოს არაჭავ. მე მოგცემო მაგის, მე განჩვენე მეფობა რას. მე მოგცემ მაგის ვერ ნახსო წარმოიდგინე რა შეუნა. ხო, ანუ არ არის ეზებიოს აბსოლუტურად სხვა საზომები აქვს. დაჭდება პრობლემას არ წარმოადგენს, არანაირ პრობლემას. ხო და მისი მორალური აი წარმართობა, ხო? აი როდესაც ადამიანს შეუძლია ასეთი რაღაცის გაკეთება, რასაც ეზებელი გაკეთებს. სულთლად რომ მუხლები გადაიტყავოს იმის რა ქვია და უფლის ტაძარში თავის სახურებით თუ შენთვის ეს დასაშვებია და შესაძლებელია შენ არაფერი საერთო არ გაგმართ ჭეშმარიტად აი მე გზაჯვარედინზე ლაპარაკის ფილმის ახლა ისეთი გადახვეული აქვს ეზებიელს თავისი აქაბიანად და ისეთი სისწრაფის მიდია გზაგასაყარის არ არსებობს არაფერი არ არსებობს ერთი გზა არის ამ გზას განუხრებას მიუყვებიან და ეს გზა მიდის იქ სადაც უბრალოდ დაიფაროს ყველა ძალიან ცუდი იმისაკენ ახლა ეზებიელი დაწერს წერილებს დააგზავნის რომ უნდა სახალხო კრება ის დაბუთეს ავტორიტეტს აი ეს ვერ გავიგეთ და მარხვა გამოცხადდეს და მე ხალხის თავში დასვან უნდა ნაბუთე ხო ეს რა წესი არის რა ხდება ეს მარხვა ზოგადად დღევანდელ დღემდე შენარჩუნებულია სხვათა შორის ის რომ ის რასაც სასამართლო გადაწყვეტს ეს ღვთაებრივი ანუ სასამართლოს მოწყობა არის და მარხვით მიდის ეს სასამართლო ხო სასამართლოს წინ მარხულობენ ნიშნად იმისა რომ ღმერთი მოხედავს და საღვთო გადაწყვეტს ანუ ეს მარხვაც არის ის თეატრალიზირებული რაღაცა რომელმაც მე უნდა გაამართლოს ის ასაც გეგმავს ეზებიელი ეს მარხვა აუცილებელი კი არა მარხვა არის აუცილებელი იმ ორი ნაძირალას გასამართლებლად რომ ისინი მართლები არიან ეს მარხვა ამას ჭირდება ამისათვის არის საჭირო მაყურებელი არ დავაბნიოთ ეს ორი ნაძირალა არის ცრუ მოწმეები რომლებაც ნაბუთეს უნდა ცილი დასწრონ ხო ახლა მაგაზე ვსაუბრობთ სწორედ დაწერს წერილებს დააგზავნეს თელ ისრაელში რომ უნდა შეიკრიბონ გამოაცხადონ მარხვა სასამართლო მოიწვიონ თავში დასვან ნაბუთე თავში დასვან ნიშნავს იმას რომ აი ეს სასამართლო მას გამოკითხოს იმას იზავს და მოძებნონ ორი ნაძირალა რომლებიც ცილს დასამებენ ნაბუთეს რომ აგინებდა მეფესა და ღმერთს ახლა სუპირიკით შეუტრიალეს. ხო, ახლა როგორ არის? ესე თუ ცილის წამება ეგეთი უნდა იყოს, რომ აი აბსოლუტურად საპირისპირო ითქვას და ესეთი მძაფრი, რომ ტყუილიაო ვერავინ ვერ იფიქროს. ესეთ რამეს როგორ მოიტყუებოდნენ? ხო, დააკვირდეს, ხო, ანუ ეგ მინდოდა მე თქვა ახლა სწორედ რომ ნუ შეიძლება კაც დააბრალო, რაღაც მოიპარა, მიითვისა იცრუა, მაგრამ ნუ აი ახლა სასიკვდილო რაღაცას აბრალე ხო? აი ბედავა ამის გაკეთებას და დამარხულები უკვე რელიგიური აქტი ჩართული ამ ყველაფერში. ხო და უნდა შეძლო ასეთი ნაძირლების პოვნა. და არსებობენ ასეთი ნაძირლები. იესო ნაზარეველის სასამართლოსაც გამოჩნდეს გავსი. ერთმა ხელიც კი გაარტყა და მაცხო არ მოუთხა, ვითხარი რა თქმა უნდა. რატო გაარტყა იმ ხელი? ნუ იქნება ვიღაცა მოუწონოს აქციელი ამაშია ცხოვრებაში არაფერს არ წარმოადგენს შანსი სხვა არაფერი არ აქვს რომ საზოგადოებაში რამეც როდისმე რამეს წარმოადგენდეს და აქ ახლა ყველაზე მარტივი ის მიეცა საშუალება მიეცა აგერ ყველა მზათარი როგორ განსაჯონ ეს მოკლა გამოიდო თავი ახლა იქა ვიღაცას დაამახსოვროს თავი რომ დამცირებული ხელიც კი გაარტყა დამცირებული ანუ ეს სამწუხაროდ ესეთი ფსიქოლოგიის ხალხი ყველა პერიოდში არსებობს და არსებობს ძალიან საშიშები არიან ამ დროს ვინაიდან ისინი თავის გამოჩენისათვის ყოველთვის იკადრებენ ამ ნაძირლობას რაც შეიძლება ღმერთამდე მიიყვანოს სილის გაწმენდეც კი მიიყვანოს. ნუ ეს საშინელება არის ნამდვილად. და საინტერესო გახლავთ ის რომ ბრალდების უსაფუძვლობა თუ მეფესა და ღმერთს აგინებდა გიჟი იყო გამოდიოდა ხმამაღლაყვილო და ვიღაცასთან ერთად ხო აგინებდა რაღაცის გამო ხო აკეთებდა
რაღაცისთვის ხო აკეთებდა. და ნაბუთეს ბრალდება მარტო ამაში ვერ დარჩება მაშინ რაღაცის უნდა დასაბუთდეს ის. ერთადერთი დასაბუთება მომანდრი, რაც ამ სასამართლოზე ნაბუთეს ხონდა ის იყო, რომ ორმა თქვა ერთი და იგივე რამე. მეტია კარფირა ყოფილა. და ესეც არ იქნება იესოსთან. მე რამდენჯერმე რატო ვახსენე ჩვენი მაცხოვარი. ამანდრია. წმინდა წერილი შეგნებულად გველაპარაკება, რომ პრობლემა უკავშირდება ვენახს. აქ ვენახზეა საუბარი და წმინდა წერილში ვენახი ეს არის ისრაელის სიმბოლო ძალიან ხშირად. ამიტომ მე რამდენჯერმე ვთქვი მაცხოვარი თავის იგავს ვენახთან დაკავშირებით ბოროტმე ვენახებზე ვინ არის აქაბი? ბოროტი მე ვენახია. ის ბოროტი მუშაკია, რომელმაც ეს ვენახი გაატყიურა. რატო არ აძლევენ იმას, რა ქვია, წილს, რატო არ აძლევენ მსახურებს, ვენახის პატრონის მსახურებს, მე რატო უკლავენ მას თავის შვილს? იმიტომ კი არა, ამ მოსავალის დატოვება თავის შვილს უნდათ, არა, მისაცემელი არაფერი არ აქვს. არ უმუშავია თავენახი, გაატყიურეს ეს ვენახი. გაატყიურეს ეს ვენახი და შესაბამისად ეს არის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი მითითება უკვე მაცხოვრისაგან წამოსული. იმ ღვთისმსახურებზე, რომლებიც ატყიურებენ უფლის კრებულს, არ მუშაობენ, ნაყოფისათვის არ იღწვიან, რომ ამ ვენახმა ნაყოფი მიიღოს, ვინაიდან ეს ნაყოფი ვენახის პატრონს უნდა მიართვა. შენი არ არის მისია. და მისართმეველი როცა არა გაქვს, რას აკეთებ? გადადიხარ შეურაცხყოფაზე, გადადიხარ ცილის წამებაზე, გადადიხარ 1000 რამეზე და ბოლოს შეიძლება ყველობამდეც მიხვიდე, ხო? საშინელებებზე მიდიხარ, ოღონდაც აი ეს გატყიურებული ვენახი არ გამოჩნდეს და საშენოდ დაიტოვო. ამაზე აკეთებს მოციქულები, ამაზე მიუთითებენ თავიანთ სამოციქულოში, ამაზე აქვს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული სწორედ, რომ არ ხარ შენ პეტრესი, არ ხარ შენ შილასი, არ ხარ შენ პავლესი. ქრისტესი ხარ და ყველა ვინც ამ ვენახში მუშაობს, მისთვის მუშაობს და მისთვის იმკის ამ იმას და არა თავისთვის. ამიტომ აი ამ შემთხვევაში ეს სასამართლოც ძალიან გავს წინასახეობრივია იმ სამჟავროსი, რომელიც ვენახის პატრონის წინააღმდეგ იქნება მოწყობილი თავის დროს. ნაბუთეს გამოუტანენ განაჩენს, ის უნდა დაისაჯოს სიკვდილით და ვის გაუგზავნა ეს წერილები კონკრეტულად? თავის ხალხს ალბათ ახლა ზოგადად საზოგადოებაში არ გავრცელებდა. არა, ეს მამანდრია, კარგი კითხვა, გაუგზავნა უხუცესებს, ტომის მთავრებს, გვარის მეთაურებს, იმ წარჩინებულებს, რომლებიც წარმოადგენენ სასამართლო ორგანოს სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კუთხეში, ანუ ძალიან დიდი ის გაიმართა საერთო სახალხო სასამართლო გაიმართა რაღაცა ისეთი მასშტაბური რაღაცა ძალიან დიდი, რომელიც რიგითი სამართალ წარმოების პროცესს ცდებოდა თავისი მასშტაბებითა და საზღვრებით, ხო, რაღაცა სახალხო სასამართლო რაღაც საქვეყნო ის იყო, ნუ აი აღმოაჩინეს დამნაშავე ვინმე ნაბუთე, რომელიც მეფესა და ღმერთს აგინებდა. ხო? შესაბამისად ის რაც გაკეთდა ამ სასამართლოზე და ის რითაც დასრულდა ეს სასამართლო, ეს ამდენიმე კაცის ის არ არის, ეს მთელმა ისრაელმა იცის. ყველგან წავიდა ეს ამბავი. მათ შორის ეს ამბავი წაიღეს მოსამართლებმაც, რომლებმაც განაჩენი გამოუტანეს. ახლა ჩვენ ვიცით იუდაური სასამართლო როგორი იყო და იქ ასე ერთ პიროვნულად განაჩენი არ დგინდებოდა, იქ რაღაცა უნდა ყოფილიყო. ხო, ეს უნდა ფორმალურად ეს უნდა ჩატარებულიყო. ხო, ეს უნდა ჩატარებულიყო, აი როგორც მაცხოვართან დაკავშირებით. ესე როგორ მარტივად თავდება ეს სასამართლო? გაიყვანეს და ჩაქოლეს. გაიყვანეს და ჩაქოლეს, ხო. ეს სასამართლომ დაასდო ბრალი და მე ვფიქრია, რომ გაიყვანეს და ჩაქოლეს ქვით. ხო, იმიტომ რომ წმინდა წერილისათვის დამთავრდა ხო, წმინდა წერილისათვის თავარი იყო ეს ამბავი მოეყოლა, ვენახთან დაკავშირებული ამბავი. თორემ ჩვენთვის ეს ნაბუთეს ვენახის ამბავი საინტერესოა ვენახის გამო.
გესმით თორე ვენახს ებძვის ბოროტი ხო აი ვენახი უნდა ვენახის და თან ყანად უნდა რომ გააკეთოს ვენახის პოსტნად გადაქცევა უნდა გესმით ამამი შინაარსი არის რომ აქ ამ ტერიტორიაზე ვენახი კი არ უნდა იყოს ამ ტერიტორიაზე აქაბის ბოსტანი უნდა იყოს ეს არ არის უფლის ავენახე ეს აქაბის საქმე ბოსტანი უნდა გახდეს ისევ გაპარტახება ისე გაპარტახება ისევ აქეთ მოდი გავიხსენოთ საიდან დაიწყოს გაპარტახება სრულად პატრიოტული მოტივებით რომელიც იორობამმა თავის რეფორმებით შემოიტანა სრულად პატრიოტული მაშინ ვამბობდით რომ მეერე ისე დღეში ჩავარდა ისრაელი რომ იერობამი სანატრელი გახდაო და აგერ აქაბი სახეა ამისი სწორედ ასე იერობამი ცხოვრებაში არ იკადრებდა იმას რაც ამას ხო ნუ ხა იერობამისათვის ეს იყო ძალიან ისეთი ისა და სულიად აზრადაც არ მოვიდოდ ასეთი რაღაცა ასე რამის გაკეთება და ჯერ პოლიტიკურად რაღაც ყוטა არანაირად ცხადია როგორც წმინდა წერილი საერთოდ ფსიქოლოგიური მას ემოციებს არ გადმოგცემს აქ შესაძლებელია ჩვენ თვითონ დამოუკიდებლად წარმოვიდგინოთ ის ყიჟინა და ის აურზაური რაც ბრბოსგან მოდის ხოლმე და თქვათ რაც ხდებოდა როდესაც ხრიალებდა მასა მაცხოვართან დაკავშირებით ჯვარსაც უნდა მოკლა უნდა ჯვარსაცვა სხვათა შორის იქ მე ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე რომ იქ ხალხი არ ყვიროდა ჯვარსაც იქ იყო რაღაცა მასა შეკრებილი თავიანთი მასა რომელიც აყვირეს თორე ხალხი იესოს სრემლით მიაცილებდა უტირითო და იმ სრემლის არ ეშინოდა არავის იქ არის რაღაცა მასა თან პეტრიუმში ახლა მთელი იერუსალიმი ვერ დაიტევოდა შეუშვეს ის ვინც უნდა შესულიყო კი ბატონო ღმერთი ეცხადება ელიას ნახევრა გააკეთა ვაკაბა ნაბუთეს ვენახს დაეპატრონა სინამდვილეში ნაბუთეს ვენახს დაეპატრონა უფლის ვენახს აკეთო ჩემ ვენახს დაეპატრონებო ამაზე ეკსაუბარება ახლა წადიო და უთხარიო აქებს ეს რა ჩაიდინო ეს რა გააკეთო იქ სადაც ძაღლები ნაბუთეს სისხლს ლოკავდნენ შენ სისხლს ალოკავენ ისე გავხვეტავ შენ სახლს როგორც იერობოამის სახლი გავხვეტე არავინ დარჩებაო შენ სახლში ის ვინც კედელთან შადავია ნუ ვინც მამროვანი იმის არის იეზებილსაც გადაეციო ძაღლები შეჭამენო იეზებილს იმ ადგილასო არ იქნებაო მათი დანდობა და ნახეთ რატო არ იქნება თითქოს და მამანდრი აი ძალიან კარგად ვინდეს დავინახოთ რა ტექსტი იწყება ეს რა ჩაიდინა აქაბმა ნაბუთეს ვენახთან დაკავშირებით ნახეთ როგორ მთავრდება რადგან არავის გაუყიდია თავი ისე უფლის წინაშე როგორც ეს აქაბმა გააკეთა რომელმაც აცდუნა ისრაელი და კერპების გზისკენ დააყენა კერპების გზაზე დააყენა ო ეს საშინელი სიტყვები არავისო არავის არ ანუ ვენახის აი ეს მინდოდა მე თქვა მამანდრია რომ აქ ვენახზე კი არ არის საუბარი არა ამაზეა საუბარი მაგრამ ბიბლია რაღაც მეძღვეუბნება უფალი ამ გამოცხადებით ელიას ეუბნება აქაბი ჩემსა ვენახეს და ეპატრონება ჩემია ეს ავენახე მე მოვთხოვ მას პასუხს ჩემი წამართვა ჩემი წართმევა უნდა და ვის აქაბს არა ვინც აქაბს ამოძრავებს ვინც აქაბს შთააგონებს იმას უნდა ვენახის წართმევა და იქნება ეს შეხვედრა ვენახის პატრონსა და ვენახის მიმტაცებელ შორის და არ დაუხმობს ამ ვენახს ვენახის პატრონი დაებრუნებს ამ ვენახს თავისი იქნება და ეს გოლგოთაზე გაცხადდება ეს ძალიან ღრმა ადგილია წმინდა წერილში ძალიან დიდი შინაარსი იტევს ეს ადგილი და როდესაც ელია უსმენს უფალს თაბორის მთაზე ელიამ ნახა აი ამ ვენახის პატრონი რომელიც იერუსალიმში სწორედ ამ ვენახის დასაბრუნებლად მიდიოდა აქაბი აუცილებლად დამარცხდება მოდგმის გარეშე დარჩება ისევე როგორც სულიერი მოდგმის გარეშე დარჩება ის რომელიც იესო ნაზარეველის წინააღმდეგ აიმახლებს ხმას და გაილაშქრებს ვინაიდან საბოლოოდ
მეფობა მისია, საბოლოოდ დიდება მისია. ამას არ აქვს არანაირი სხვა რა ქვია მოსალოდნელი შედეგი. ერთადერთი ეს იქნება. იეზებიელის ისა რა ქვია მედიდური ტონი, როდესაც აქაბთან შევა. მედიდან შენია ახლა ეს ვენახე, მედი. და აქაბიც ჩავა და ვენახს დაეპატრონება. მისია ეს. ახლა ის პოსტად გადააქცევს მას. თელი ტრაგედია აქ არის, როდესაც ელია წავა, მივაქავს დაენახება და აქაბი დაინახავს. მომაგენიო შემოვტერო. ვერიტას. ეს ხმა ძულს. როუცხა რატო ძულს ჩვენ აი შემდეგ გადაცემაში საინტერესო თემას შევეხებით, აქაბის ახასიათებელია ისიც. რატო ძულს რო შეეკითხო, ხოლო იმიტომ რომ ღმერთთან არის ის და აქაბის სხვაგან. აი არ უნდა ეს ღმერთი და ახლა, აი არ უნდა. რამდენი რამე ნახა, რამდენი ის ნახა ელიასგან, აი არ უნდა. იეზებიელი უფრო ჭირდება, ვენახი უნდა, მენახს მისცემს ის და ნებისმიერ პრობლემას უგვარებს. და ელიამ ეს გადასვლა გაუმწარა. ხო, ნუ ელია რა არის ახლა, ელია ამისთვის არის, ნუ აი ეს ოღონდ არ არსებობდეს და ყველაფერი დალაგებული იქნება. ნუ ეს არის ნუ საშინელება აქ ამისთვის. და ეს ბოროტება უნდა იცოდეს, რომ ელია და ელიასნაირი მსახურები ყოველთვის იქნებიან. ყოველთვის. ბოლოს ელია და ენოქის სახითაც იქნებიან. აუცილებლად იქნებიან. და ნახეთ რა არის საინტერესო წმინდა წერილში. ელია გადასცემს ამ სიტყვას აქაბს. და აქაბი შეეშინდება და ჯვალოთი შეიმოსება და მარხულობდა. ღამეც ჯვალოთი იძინებდა, ჯვალო როგორ ისაა მომიცით, აი აკლემის იმისგან ხო, უხეშია და იმაზე რა ქვია, შეშვალ იმაზე ისრევ და ძალიან ისეთი იყო და დისკომფორტის მონტანი იყო ძალიან და შეინანა აქაბმა. და უფალი ეცხადება ელიას და ეუბნება, ხედავ როგორ შეინანაო აქაბმა. მოიდრიკაო თავი. მოიდრიკაო ჩემ წინაშე. ამიტომ მის სიცოცხლეში არ გავაკეთებო ამას. მისი შვილის სიცოცხლეში გავაკეთებო. რა არის ის სინანული, რომელიც სინანულის დაინახა ღმერთმა, მაგრამ ღმერთამდე არ მივიდა. რა სინანულია აქაბის სინანული? რა შეინანა ჯვალოთი, რატო შეიმოსა ის? ხო, აი საინტერესო რა შეინანა. რა შეინანა აქაბმა? ნუ თუ ეს ჭეშმარიტი სინანულია, თუ ჭეშმარიტი სინანულია, ჩვენ ერთადერთ დასკვნას მოგცემს წმინდა წერილი. ერთადერთ დასკვნას. ჭეშმარიტ სინანულს ყოველთვის ნაყოფი აქვს და ეს ნაყოფი უფლისწინაშე არასდროს არ იკარგება, არასდროს. სხვა სინანულია ეს. ეს არის სინანული, რომელიც თავისთავში უკავშირდება იმას, რომ ნუ აი რა გადააკვდა ახლა აი ამ ნაბოთეს ვენახს, რაღაცა სხვანაირად ხო შეიძლებოდა ეს ყველაფერი გაკეთებული. ხო, და ამდენი შიში და ეს თავზარი და ეს სტრესი და ამდენი ისა და ეს რო არ გაეკეთებინა ელია სხვა აღარ ნახავდა რა, ეს ელია ამიტომ მოვიდა ახლა ამასთან. ანუ ეს არის რაღაცნაირად სინანული არა აქაბის გამომცვლელი. რაც მეტანოია, რაც ცვლილებას გულისხმობს, არა. ეს არის რაღაცა ისეთი, რომელიც ძალიან მოგვაგონებს იუდას სინანულს, რომელმაც ვერცხლი მიუყარა უკან, რომ იუდამაც ინანა, ხო? მაგრამ იუდამ ინანა სულ სხვა რამე. იუდამ ინანა, აი პეტრესაგან განსხვავებით, ხო, პეტრემ რა ინანა? პეტრემ ინანა ის, რომ ეს როგორ გაუკეთე მას. და იუდამ ინანა ეს როგორ მომივიდა მე. ხო, რა შეცდომა და ხო, ეს მე რა შეცდომა. პეტრეს აქცენტი, პეტრეს საზომი, პეტრეს აზროვნების სიმძიმის ძალა სულ სხვაგან არის და იუდასი ეგოშია მოქცეული. აი ამ ეგოში ჩაიმა საქმე. ეს ჯვალო, ეს ყველაფერი გულისხმობს. შესაძლებელია, მე ახლა ძალიან თამამი არ მინდა ვიყო, მაგრამ შესაძლებელია აქაბმა თავისი ამ აქტით გამოხატა ერთგვარი სამოქალაქო დამოკიდებულება იმ საქვეყნოდ ცნობილი პროცესისადმი, რომელიც ძალიან მძიმედ დასრულდა. შესაძლებელია აქ რაღაცნაირად აქაბი ყალბ იმასაც კი აჩვენებს, იმის რა ქვია, ნაბუთესთან დაკავშირებით, ყალბ სინანულსაც კი აჩვენებს. ყოველ შემთხვევაში ღმერთმა მის ცხოვრებაში, მისი ოჯახის განადგურებიდან ხელი არ დაუსტა მის შვილების. ხო და რატომ ამანდრე აი ამ კითხავს უნდა გავცეთ პასუხი, იმიტომ რომ ამ სინანულმა აქაბს ვენახი არ დააბრუნებინა. ამ სინანულმა აქაბს უარი არ ათქვევინა ბოსტნის გაკეთებაზე ვენახის ტერიტორიაზე. არა.
ის მანქანის გააკეთა. ანუ ეს არ არის ის სინანული, რომელიც შენ ამ გზიდან აი რა თქმა უნდა. გზაჯვარედის გაგიჩა, საერთოდ ცოტა ხეზე ვზარდეთ, რომ გზაჯვარედებს ვეღარ ხედავთ. ხო, არც არანაირი. ხო და აი აქამდანაც თითქოს დაქმნა რაღაცა უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ არა. არანაირი, ის არა ქვია გზაჯვარედინი აქ არაჩვენს. გიორგი, ჩვენი გადაცემა დასასრულს გვახლოვდება. თუ რაიმე გვაქვს ესეთი მნიშვნელოვანი. არაფერი დაბუთეს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. მე მინდოდა ძალიან აი ნაბუთეს ვენახის არა მარტო ის ამბავი მოგვეყოლა რაც მინდა წერილშია საკრალური მხარე და მნიშვნელოვანი ხო და ის ძალიან ის მნიშვნელოვანი დეტალი რომელიც ღვთისავე ნახეს ღმერთისავე ნახეს უკავშირდება იქ მუშაკობას უკავშირდება იქ მუშაობას უკავშირდება იმიტომ რომ შესაძ ღმერთი თავის ვენახში მუშაკად დაგადგენს ეს უდიდესი სიხარულია და უდიდესი პასუხისგებლობაა და ეს ძალიან ჩვენ დღეს ეს გვჭირდება ძალიან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ აქ მუშაკები ვართ და ნაყოფისთვის უნდა ვიზრუნოთ, თორე ძალიან მძიმედ დავასრულებთ. ან ვენახში ნუ ვართ, ან თუ ვართ უნდა ვიმუშაოთ. დიდი მადლობა გიორგი ამ საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ რომ შესაბამისი საკითხავი შესაძლებელი არის მესამე მეფეთა 21 თავში წაიკითხოთ. ამით გემშვიდობებით მოულ შეხვედრამდე.